ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ საქართველოს ისტორიის გაკვეთილები. ექვთიმე თაყაიშვილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს ისტორიულ მემკვიდრეობას განადგურება და დავიწყება ემუქრებოდა, უძველესი ხელნაწერები იკარგებოდა, ტაძრები ნანგრევებად იქცეოდა, ფრესკები ქარისა და წვიმის პირისპირ რჩებოდა, გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც თავის თავზე აიღო ქართული კულტურის გადარჩენის ურთულესი მისია. განგებამ საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილი მოუვლინა, რომელმაც მთელი სიცოცხლე უძველესი ქართული კულტურის, მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის გადარჩენას მიუძღვნა. ექვთიმე თაყაიშვილი გურიის ერთ პატარა სოფელ ლიხაურში 1863 წელს დაიბადა. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ბავშვობა ობლობაში გაატარა. 3 წლის ექვთიმე ხიდან გადმოვარდნილა, მარჯვენა ფეხი მოუტეხავს და უექიმობის გამო სამუდამოდ დაკოჭრებულა. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ოზურგეთში, ფოცსა და ქუთაისში, ხოლო უმაღლესი განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ბერძნულ ლათინური ენების განხრით. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ექვთიმე საქმიანობას იწყებს თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და გიმნაზიაში. ამავე პერიოდიდან მისი მთავარი მისია ხდება საქართველოს სიძველეთა მოძიება და მეცნიერული შესწავლა. უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი. შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია არქეოლოგიისათვის, ყოველი ძალღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად, რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანეს საქმედ იმ პერიოდში, იმ რწმენით, რომ ჩვენში გამოჩნდებოდნენ მეცნიერები, რომლებიც ჯეროვნად შეგვიგროვებდნენ საქართველოს ისტორიას, გაგვიშუქებდნენ იმ მართლაც და დიდ კულტურას, რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში. ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს წარსულის უძვირფასესი საგანძურები შემოგვინახა. მან მოიძია მრავალი უნიკალური ხელნაწერი, მათ შორის ვეფხის ტყაოსანის 17 უძველეს ასლს მიაგნო. მისი ღვაწლი ფასდაუდებელია ძველი ქართული ხელნაწერების, კულტურული ძეგლების გადარჩენისა და მათი მეცნიერული შესწავლის საქმეში. ამ შემოქმედების აღსანიშნავად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ იგი 1907 და 1911 წლებში ოქროს მედლით დააჯილდოვა. თაყაიშვილის სათავეში ედგა ყველა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ თუ სამეცნიერო წამოწყებას, რომელიც ქართული კულტურის შენარჩუნებასა და კვლევას ემსახურებოდა. 1888 წელს იგი აირჩიეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად. შემდეგ წელს დიმიტრი ბაქრაძის წინადადებით საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის წევრად, ხოლო 1907 წლიდან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარედ. თაყაიშვილმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა იმ ფრესკების გადარჩენაში, რომლებიც ეკლესია მონასტრებში განადგურების ზღვარზე იყო მისული. 1912 წლიდან 1917 წლამდე მან 73 ფრესკის ასლი გადაიღო და მუზეუმს გადასცა. მას გულს უკლავდა დაანგრევის პირას მისული მონასტრების მდგომარეობა. მე-6 საუკუნის ჯვრის მონასტერს უყურადღებობის გამო დაანგრევის საფრთხე ემუქრებოდა. გაზეთების მეშვეობით ის ერს საჯაროდ მიმართავდა. ყველამ გამოვიღოთ წვლილი, დიდმა თუ პატარამ, ერმა თუ ბერმა, განათლებულმა თუ გაუნათლებელმა. გვეყოფა ამდენი გულგრილობა ჩვენი ძვირფასი ნაშთებისადმი. მომავალი თაობა არ გვაპატიებს, თუ ეს ძეგლი ჩვენს თვალწინ დაინგრა. ამ მოწოდებამ შედეგი გამოიღო. შეკრებილი თანხით ჯვრის მონასტერი შეკეთდა და დაანგრევას გადაურჩა. ექვთიმე თაყაიშვილს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თბილისის უნივერსიტეტის დაარსებაშიც. ყველა საორგანიზაციო საკითხი უნივერსიტეტის წესდების შედგენიდან დაწყებული, უმნიშვნელო დეტალებამდე დასრულებული, მისი მონაწილეობის გარეშე არ წყდებოდა. იგი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი და პროფესორი იყო. 1921 წელს რუსეთის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისას ქვეყნის ეროვნული საუნჯე სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. ვითარების სიმძიმემ აუცილებელი გახადა საქართველოს სამუზეუმო მოქონების საზღვარგარეთ გატანა, რათა გადარჩენილიყო ის, რაც თაობების მემკვიდრეობად ითვლებოდა. მთელი ეროვნული საგანძური ერთ ღამეში შეფუთეს და ქვეყნის გარეთ საფრანგეთში გაგზავნეს. ამ ისტორიული მისიის ხელმძღვანელად ექვთიმე თაყაიშვილი შეარჩიეს. სწორედ მას დაევალა ამ უმძიმეს პირობებში ეროვნული მემკვიდრეობის დაცვა, მოვლა, შენარჩუნება უცხო მიწაზე მრავალი წლის განმავლობაში.
ბევრი ცდილობდა ამ ეროვნული საგანძურის მითვისებას. ფაშისტები, საფრანგეთის ხელისუფლება, ბრიტანეთისა და ნიუ-იორკის წამყვანი მუზეუმები. ამ დროს კი ამ უნიკალური განძის ერთადერთი მცველი, ექვთიმე თახაიშვილი, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მას და მის მეუღლეს ნინოს ხშირად პურიც კი არ ჰქონდათ. ამ მძიმე წლებში ექვთიმემ უდიდესი პირადი დარტყმაც გადაიტანა. გარდაეცვალა მისი მეუღლე. მარტო დარჩენილი მოხუცი შიმშილის, ყინვისა და ავადმყოფობისაგან ბევრჯერ სიკვდილის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობებისათვის არ უღალატია და მტკიცედ იცავდა იმ ეროვნულ სიმდიდრეს, რომლის ერთი მცირე ნიმუშიც რომ გაეყიდა, უმდიდრესი ადამიანი გახდებოდა, მაგრამ არც ერთი ნიმუში არ მოუკლია ერის საგანძურისათვის. იგი მხოლოდ იმ დღეზე ოცნებობდა, როცა ამ განძს საქართველოს დაუბრუნებდა. საფრანგეთში მან თითქმის მეოთხედი საუკუნე გაატარა. ემიგრაციაში ყოფნის წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა განაგრძო ნაყოფიერი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. მისი შრომა და ავტორიტეტი ფართოდ იქნა აღიარებული საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში. იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, შემდეგ კი საფრანგეთის სააზიო საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1927-1929 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თავმჯდომარეობდა მის დაარსებულ ქართული კულტურისა და არქეოლოგიური მასალების გამოცემის ფონდს. ამასთან ერთად იგი სარედაქციო საბჭოს წევრი იყო სამეცნიერო ჟურნალში. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ შექმნა პოლიტიკური გარემო, რომელმაც შესაძლებელი გახადა ეროვნული საგანძურის დაბრუნება საქართველოში. გათავისუფლებული საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობების შეთანხმების შედეგად უძვირფასესი ქართული განძი სამშობლოში გამოაგზავნეს. ექვთიმე თაყაიშვილმა მიუხედავად მრავალწლიანი გაჭირვებისა, შიმშილის, მარტოობისა და ავადმყოფობისა, ბოლომდე შეინახა მისთვის მინდობილი საუნჯე ისე, რომ არც ერთი ნიმუში არ დაუკარგავს. 1945 წლის 11 აპრილს უკვე ღრმად მოხუცი ამ საგანძურთან ერთად თბილისში დაბრუნდა. ქართულ მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ექვთიმემ ზეცას ახედა. დაიხარა, ხელით აიღო მშობლიური მიწა და ეამბორა. როგორც შემდგომში თავად იგონებდა, იმ წამს ენაზე ერთი ფრაზა შემორჩენოდა: "ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, სნეული დაუბრუნებულ ვარ, კურნალად შემეყარეო." 82 წლის იყო ექვთიმე, როდესაც საქართველოში დაბრუნება შეძლო. მალევე ის აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის წევრად და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღადგინეს პროფესორად. თაყაიშვილი დაუღალავი ენერგიით შეუდგა წარსულში განუხორციელებელ ჩანაფიქრებზე მუშაობას. მან წლების განმავლობაში დაგროვებული მასალების სისტემაში მოიყვანა, დაათარიღა, დაალაგა თემატურად და მოამზადა სამეცნიერო გამოქვეყნებისთვის. საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინა ქართული ისტორიის დიდებული ფურცლები. მიუხედავად ასაკისა, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მან 16 დიდი თუ მცირე ნაშრომი გამოაქვეყნა და თითქმის ამდენივე მომდევნო თაობისთვის გამოსაცემად მოამზადა. 1953 წლის 21 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილი გულის დამბლის შედეგად გარდაიცვალა. 24 თებერვალს უკანასკნელ გზაზე მისი ნეშტი მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გააცილა. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.